ხო იგზავრი, კარგად. კი, კარგად. რა თქინოდა ისე ამდენი რამე, რატო შეწუხდი? კაი, რა შეწუხებაა. ლენა. ნახე რამდენი რამე ჩამოგიტანა თამარმა. ჩემი საჩუქარი მაშინ იქნება დედა თქვენ რო კარგად მეყოლებით. თორე ახლა მე მწვანეს ვიდრე შევიცვავ ჭრელს აღარ აქვს აზრი უკვე რაფერს. დედა დღეს ბიჭო იოსოლი შემხვდა მაღაზიაში. მე? საღამოს გამოვალთ. უთხარი ჩამოდისო? უთხარი, აბა ხوار დაუმალავდი. რა გითხარი მაშინ ის არ დაგავიწყდეს. ლენა. გადი ძროხებთან და თივა ჩაუყარე. წავედი ხო, წავედი. მივდივარ. შენ როგორ ხარ? გათიშული ვარ, რამდენ რამეზე ვიფიქრო არ ვიცი რა. აი ხო შედო. ბოშო ჯანმრთელი. კი. ჩემი ყოფილი ქმარი მაწუხებს ძალიან. გასიკვდილი. ვალები მაქვს მომკლავენო და ფულს მთხოვს. კვირაში ორჯერ მაინც მივეკავს. დამღალა უკვე რა. უნდა მიცემერი? ახლა 30 და 50 ლარს მაძლევ ხოლმე, მაგრამ ახლა მითხრა 2000 ლარი მომეცი, ერთი კვირა მასესხი და მოგცემ. 2000? მე დაგიბრუნე? კაი რა არის დამბრუნებელია. არ მუშაობს არაფერი. დღე და ღამეზის უბანში თავის წელში მოხრილ ძმაკაცებთან ერთად. მომეცი ერთი შენ მაგის ნომერი. შენ მაგას უპატრონო ხო არ გონიხარ? მომუნდა ბიჭს ვული. დავიდეს და იმუშაოს. ბოდიში მოვთხოვია და მაგ კაცი კი არა წურბელა ყოფილა. მომეც ნომერი, მომეცი. არა, იყოს მე თვითონ მოვაგვარებ რა. ეხლა შენ რო დაურეკო შარია, არიცი ეგ რა გიჟია. ჯობია ისე მე მოვიფიქრებ რა ეს რა. ისე ერთი გაიწკნელი უნდა მაგას ახლა ტრაკზე. და მეორე და არ გაიმეორებს. თაკო დღეს ადრე უნდა გავიდე. რა ხდება? დაბადების დღეზე მივდივარ კახეთში. ვა, მაგარია, დღეს გულავ. არა, ვუაუ, ძალიან მეზარება, მაგრამ არ გამოვა ეგრე ვარ წავიდე რა. ვის დაბადების დღეა? აი, აქ რა მოდის ხოლმე, ცოტა რომ ვერ არის. ის ბიჭი. რა ქვია? ლაშა. ლაშა. ამიტომ რამე უნდა ამარჩევინო. მაინც როგორი რაღაც. წარმოდგენა არ მაქვს. რა უყვარს, რა მოწონს? ტვინის ბურღვა. რა ფარგლებში უნდა ავარჩიო, ეგეც არ იცი? რაღაც სასწაული არ მინდა, ნუ ეგრე ახლოსაც არ ვართ და. მაშინ აქციებს ვნახავ და იქიდან ავარჩიოთ რამე. ან ჩვენი ვაუჩერია ჩუქეთ, თვითონ იყიდის რაც მოეწყო. ვაუჩერი კარგი იდეაა, მაგრამ მე რეგ აქ მოვა და აქ იყიდის რაღაცებს და ისად მაქვს მაგის ნერვები. აბა მოდი ფიები ვჭამო. და. ოპა. კეთე სელაპარაკე? ველაპარაკე. მერე რა? რაო და არ უნდა და წამოსვლა, მაგრამ ტვინი შეუჭამე და მოდის. ვა. გაუხარდება ლაშას. უკა რა უნდა? აი ხო იცი რომ არაზრს არ შეხედავს ქეთა ლაშას. რატო ვითომ? აბა რას მოდის? იმიტომ რომ მე ვთხოვე ძალიან. ლაშას გამო ნამდვილად არ მოდის. ბავშვს რა ვქნათ?
წამოიყვანე. სად წამოვიყვანო ამ ხელა გზაზე, ცოდო? მაშინ დაუტოვო დედა შენს და მე ვეტყვი ნინოს და გავუვლის ამის მე. ლუკ. შენ მანქანით მოდიხარ? სად მოვდიო? დაბადების დღეზე. შენ სად მოდიხარ? ვაშამ დამბადეჟა. კაი რა ელე, რა გინდა ხა შენი? რატო რა მინდა? ბა სახში რა ვაკეთო? რა კეთდა დაიტოვე ბავშვი. შენ დაიტოვე და მე დაანიწავალთ. ლუკა, წამოვიდეს, რა იყო? გავერთობით გოგოები. გარაჩერა. ცალაში გამიყვან? ვერა, არ მცალია. მჭირდება ჩემი დგავა. ნინო რომელზე მოვა? არ ვიცი. ჯერ რომელი საათია და უკვე მე-11 კლიენტი დავითვალე. ჩემი გამოთვლებით საღამოს 10 საათზე თუ ესე გაგრძელდა, 678 კაცი იქნება ნამყოფი. Yes. ესე გაითვალო, ეხა შენა ყველა მომსვლელი? აბა რა ვქნა? ვიცი რას უნდა ვქნა. აი ფულის დამთვლელი აპარატი როა, ის უნდა ვიყიდო და იქ დავდგა. რა გინდა? რა თმინდა? აბა იმ გოგოს ვენდო მე, იქნება რამე გადააყოლოს, ან შემთხვევით შეეშალოს. აი მე რომ აი ძალიან დამხალე უკვე რა. თქვენ დაგერიცხათ მიამას გათამაშების 2 ბილეთი. ძალიან კარგი. წარმატებას გისურვებთ. მადლობა. რა შვები, აბა მხარ დაიღალებ. არა. თუ დაიღლები არ მოგერიდოს, მითხარი და დაგეხმარა. არა, რას ამბობ, როგორ გეკადრება? მაინც არაფერს ვაკეთებდა. გამარჯობა, ცივი კოცახური თუ შეიძლება. ახლავე. კახა? სოფია. აქ მუშაობ? ხო, ჩემია. რამოდენიმე დღეა რაც გავხსენით. მაგარია. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მეგეთ. მადლობა. გამეხარდა შეიძლება. რა ხდება, სოფია? რა ხდება? ეს ისევ დაგზდებს? რას დამდევს, გაგიჟდი? 1 წელი ადამიანი არ მინახია. შემთხვევით მოვიდა. სოფია, შენ ხო იცი რომ ეს შემთხვევითობების არ მჯერა? ნუ გჯერა. და ჩემს სანახავად რომ მოსულიყო რა არ შეიძლება? თუ ჯერ ვინმეს უნდა ვკითხო? ყველას უნდა გკითხოთ. და რომ მინდოდეს რომ ჩემს სანახავად მოვიდეს, არ მაქვს უფლება რომ მინდოდეს. არა, ჯერ გოგიტას უნდა დაველოდოთ, როდის დაშორდება თავის ნაშას, რომ მე ჩემი წმინდა ოჯახი აღვადგინო, ხო? დამშვიდი. არც გოგიტა მაინტერესებს და არც კახა. მე კიდე მგონია ორივე. სიკვდილი იქნა ახლა. ხوار ჩევიდე და ხوار დაულეწო თავპირი. არა რომ დამიჭირონ ისევე. არა და რო არ ჩევიდე, მერე უარეს მოთხოვს. და რა ვქნა ბიჭო, ხوار თავდება აი პრობლემები.
ხო. ჰალო, გამარჯობა, ვიჯიგა. რაიონის დამსახურებულ მუშაკს გაუმარჯოს. რა ვახარ, კობაია, შეთხლად ნახსო. რა ვიცი, კარგათავა, რა მიშას. ხო, იგი რა უნდა გითხრა ახლა? ხო გახსოვს, მე შენ რო გითხარი, თამარს ქმარი ყავდა თქვა. ხო და შეაწუხა ახლა ძალიან და შევა მინდა რო კითხო რა. რა უნდა? რა უნდა და ფულებს ითხოვს და ხო არ ჩამევიდე ერთი და გაუერთიანო თავყბა მაგას. მე რას მეჭხუბები შეგაცო მე ხო არ ვარ ფულს. შენ კი არ გეჭხუბები ბიჭიკო, რავი რა ვქნა. საცხოვრობს. ასე ზუსტად ახლა არ ვიცი საცხოვრობს. ქალაქი მითხარი კაცო, ფეხის ნომერს კი არ გთხოვ. ქალაქი თბილისში ცხოვრობს, თბილისში. მე ჩამიგდე ნომერი და დაველაპარაკები. რას ეტყვი მე? რას ეტყვი და ბანკში დაგიდგები თავდება თქო. რა უნდა უთრავ? ჩააგდე ნომერი. ხო, ნომერს კი მოგცე, მაგრამ ხო არ ჩამევიდე, მერს და ხო არ დაულეწო მაგას ხვირპერი. მომისმინე? ახლა შენ რო დაელაპარაკები სულ სხვაა და მე რო დაველაპარაკები სულ სხვაა. ისე ცოტა ვერ არის მაგი კარგი. ხო და მით უმეტეს. რასაც შენ გაგიბედავს, იმას მე ვერ გამიბედავს. ჩამიგდა ნომერი. ხო. კაი ბიჭიკო. მადლობა დიდი. შენ რო არ ყავდე რა მეშველებოდა არ ვიცი. კაი. მიდი. ეს არ ყოფნის ამას. მაშინ აი ამას მაინც არ ყოფნის. რამდენის არის? 18 და 40. ხო და იყოს მე გადავიხდი რა. არა, არ მინდა, მადლობა. არაფერია პატარა. მე გადავიხდი ხო? ოკეი. მადლობა. არაფრის, სასაყარელია. დამეტეთ ხო? რაკენი გეგა? რავი ანდრეევიჩი. არ გამოდგა რეიორი რა. აი შესაფერის დროს ველოდები. რა შესაფერის დროს? ჩადუნელი აქ აღარ არის, გაიქცა. დაიგვიანე გეგა. რას ამბობ ანდრეევიჩი? ხო და ამდენი ხანი რატომ ვერ მოახერხე თუ არ მოახერხე მე არ ვიცი. რავი ანდრეევიჩი, ერთი დღის საქმე ხო არ იყო. ხო და ფაქტიც სახეზეა, გაიქცა. მაგრამ არაუშავს, მე ვიცი სადაც არის და ცოტა ხანში სიკვდილის ანატრელი გაუხდება. თან ისიც მაინტერესებს. მაინც და მაინც ეხლა რატომ გაიქცა? ეგ მოსალოდნელი კი იყო ანდრეევიჩი. თან იმასაც მიხვდა რა, რომ შარში ქონდა თავი. შეიძლება და გაეგო რომ მოკლას უპირებდნენ. საიდან ანდრეევიჩი? მარტო შენი წოდე. იცი რა, თავად მოსაკლავად არა, მაგრამ რაღაცა რო ვერ იყო მაგის თავს კარგად, ეგ იცოდა. და ადგა რა და გაიქცა რა. მაგას აზრი არ აქვს. რა იფიქრა, როგორი ფიქრა. იმედი გამეცრუე.
აბატი ანდრეევიჩ, მაგრამ ესე იგი ვადეგრე მაგარიც ვერ ავარ რა. მეც ხო შეიძლება რაღაც შემიშალოს არა. შეიძლება. მაგრამ თავარია ისე არ შეგეშალოს, რომ პატიება ვერ შევძლო. ლაშო ძმა, ორი დღე მევასება. ახალი წელი და შენი დაბადების დღე შენს. ბაზარი არა, სიგინეცვალი. ვაა, რასაც გაგდევება გაიჩიტა ჩემი. What's up? Უბედნიერესი ხარ. როგორა? მადლობა. ის გამომეჩი ჩემგან. დიდი მადლობა, გაიქიცი. ახი კარგი ვოდი და ძალიან გამახარე. ვის არ ელოდი შენ გიჟი ხო არა ხარ? რა? არაფერი. გილოცავ. აი? გამომიტანე ბიჭო. ეს რა არის? უტეხე შეჩემო. რა მოუტეხე ბიჭო, გიყიდე ზმა. კაფსულები? კაფსულებსაც გიყიდი. ბაზარი არა. დავай, დაუსხდი. ისო მიხედი ამებს შეჩემო, მიდი გავარი, წამო, მა. დასხედით, გაგოება, როგორც გაშინაოდი, როგორც საკუთარ ძაღლში აი ესე, რა გიქცო, მიდი მოხოდი, რა. დაჯექი, მიდი, დავай, დაჯექი შეეცმინე. საჭდები შეჩემა, იქი დაჯექი, ბიჭო. ვა, მე სად დავდე? ბაზარი არა. აქ რო დავდი შეიძლება? აი, აქ დავდი. ძალიან მიხვედრილი გოგო ხარ შენ. ხო ითამადებ ძმა? არა, მე საჭესთანო. თუ ვერ დატოვე მე. და საგარეჯოში ტაქსით წამოსულიყავი? ხო რა მოხდა მე, აქ ხია შეჭი. მოდი ხა დავასხად და რაღაცას მოვიფიქრებთ მე რა დალიე რა. იქსონა აი ჯიგარი ხარ თქმაც არ დაგჭირდა. მოკლედ აქ ჩემმა ძმაკაცმა გადაიხადა ქორწილი რა. ძალიან მაგრად გაგვისწორდა ყველას და დარწმუნებული ვარ თქვენც მაგრად გაგისწორდებათ. მადღე გრძელება. ხო. ლაშ, გაგიმარჯოს. მაგრად მიყვარ ხარ, კაი კაცი ხარ და ღმერთმა ყველაფერს საუკეთესო მოგცეს. გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს ლაშ. მადლობა. ლაშო ძმაო. გაგიმარჯოს მაო. მაგრად იყავი. ჯიგრულად იყავი ძმაო. ახლა რა ლოგიკა აქვს. აი, მინდა რომ სულ მაგრად მყავდე ძმაო. ბაზარი არა. ძალიან მაგრად და რაც მე ვერ დაგლოცო კიდე ბრატ, უნებისა ძალიან დაგლოცო ძმა. კინაცოლე ბიჭო რავი, აი ძალიან დიდი მადლობა რა. შენ? გაგიმარჯოს. ეს რა არის გოგო? მე შვედა. რა შვერდალე, ჩემს ადგილას ყველას ვარ. დავაი, მიდი, ბოლომდე, არა, მიდი. მიდი, კაია, ბოლომდე, ჩემი, ბოლომდე, რა იყო ბიჭო? აი ჯენაცვალე რა. ჩემს ადგილას სვამს ყველა. ვინც არ დალიოს იმის და ლაშ, მოდი აბა გავაგრძელოთ. ხო, ბაზარი არა. მოვიდა, პატალა მოვიდა. მოკლედ რა ხალხია რა, სახლში გაჩერება არ უნდათ საერთოდ. რა ქნა, ახალგაზრდები არიან, ხო უნდა გაერთონ ცოტა. ყოველ დღე? ესე იგი ერთი ამბავი აქვს, რომელს დაუტოვებს ბავშვს. სულ მაგაზე ვეჩხუბები ლუკას, რომ შეეშვი ცოტა ხანი ამ გართობაზე ფიქრს და მიხედეთ ბავშვს თქო. წამოიზრდება ცოტა და იარონ მერე სადაც უნდათ ვინ უშლით. ხო და ანის უთხარი ამიტომაც, რომ ძიძა ნახე თქო. სად ცოდო ხარ? კაი მაკარა, დედა და მამა რო აღზრდის ბავშვს ისე, რომელიც ძიძა მიაქცევს ყურადღებას. ჩვენ მშობლებს რა არ უნდათ გართობა, თუ ძითის პული არ ქონდათ. სხვა დრო დადგა ნინო, სხვა დრო.
ჩვენ ცოტა ჩვენ შვილებსაც უნდა დაუგდოთ ყური. აბა ის იყო კარგი, რომ არავინ არაფერს გვეკითხებოდა? მაგათ რო უსმინო, არა შემეძლოს მაინც. ეგეფიცები ხანდახან ისე მდგება ხერხემალი, რომ დავიხრები თუ გავსწორდები აღარ მგონია. მაგრამ ვის აინტერესებს მე რა მდგება და რა არა. და შემეხმიანეთ მე, აი დღეს მთელი დღე სახლში ვარ, შემიძლია რა პრობლემაა? კაი, ყოველთვის შენ ხო არ დაგირეკავთ ბავშვის დატოვებაზე. ძალიან გთხოვ დაელაპარაკე, ანის იქნებ გადააფიქრებინო ძიძის მოყვანა. არ მინდა რა სახლში უცხო ადამიანის აქეთ-იქით სიარული. როგორ ხარ? ძალიან კარგად. კარგია. მიხარია. დალევრამს? არა. რა ხდება, აბა? რა გინდოდა? საერთოდ არ შეძლო ხარ, იცი? ისევ ისეთი ხარ. ამის სათქმელად მომიყვანე? არა. მარტო მაგიტო არა. სხვათა შორის რამდენჯერმე დაგირეკე კიდეც. მაგრამ არ მიპასუხე. ახლაც არ ვიცი რატო გიპასუხე. ალბათ ერთხელ და სამუდამოდ რომ ყველაფერი დავასრულოთ. მოკლედ ბოლოს ისე დავშორდით, რომ ვიცი სალი შენი ძმის ამბავში მე გონი ვარ დამნაშავე. რაღაცნაირად არც მომეცა სიმართლის თქმის საშუალება ეს. ძალიან გამოცდი ამას. სალი ვერამე ვერ გეტყოდა სიმართლის ჩემს გარდა. აი ამიტომ გადავწყვიტე რომ აი თვითონ მეთქვა სალი ძალიან არ მინდა რომ ჩემზე ცუდად ფიქრობდე. არც ის მინდა რომ ცუდად დაგამახსოვრდე. სალი მე არ მიცემია შენი ძმა. მართლა რომ საცემი ყოფილიყო. იმდენად დიდ პატივს გწევ, ამას არ გავაკეთებდი და. აბა ვისცემა გეგა? არ ვიცი, სალი. აი წარმოდგენა. მაგრამ მე არ მიცემია. სალი. იმედია იმდენი ნდობა შემოგრჩა ჩემი რომ აი რასაც გეუბნები დამინჯერება. წავედი. კარგად გეგა. სალი. შენ ძმას გადაეცი რომ მოკლედ საშიში არ ვარ. ხო და ეს ტიპი გაიჩნდა ერთი 160 კილო რა. რაღაცა ბაყბაყდები. და თან თამადა. რო ავხედე, მეთქი ხო არა, ხადაობ ამას რა ეჭიდაოება თქო რა. და აიწია მაგარი დალევა. მაგარი სვიმეც რა, ჭიქაზე ვაყრით და რო დამუღამა რო ვათრობდი. ეხლა მოდი განსხვავებულებზე გადავიდეთო რა. და ტიპმა მოატანინა ვედრო, ბიჭო. და დალია ამ ვედროდან. იქამბები იყო. შო? რა, ძალიან მაგარი რაღაც მოყვა. ძალიან მომეწონა. ძალიან.
მართლა? ბიჭო, ფოტო გადამიღე შეჭი. თეთა გასწორ. აგინარ ზალო, დაანები თავი უსწორდებათო. ლაშა რატო დააძალე? საერთოდ არ სავს ქეთა. არა, უშავს გაერთობა რა. ხო, აი, მაგრად ერთობა ძალიან. ისე ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ დაბადების დღეს თუ გავერთობოდი, მაგას ვერა. ხო არ წავიდეთ ჩვენ ნელ-ნელა. თად უნდა გახვიდე, ბიჭო, ეხა იწყება ამბავი და რა ავიდე როსტარება და გუგუნი. ცოდოა ბიჭო. მოდი რა სიყვარულს გააუმარჯოს და შენთან ყველაზე ახლოს და ყველაზე თბილ სიყვარულს გააუმარჯოს. გიქსონასთან ვიქნები ალავეც. გიქსონ ჩამოაყალიბეთ ჩემთან. გაუმარჯოს ზმაო. სიყვარულს გაუმარჯოს მეგობრებო. რაცადი შენ კიდე რა გჭირს? რა არის რა კომპლექსიანებებით იქცევით რა გჭირს ვერ გავიგე. საერთოდ რატო ხეთხათ ადექით რა იცეკვეთ რა მიდი თხო თუ გიყავ რა წამოდი რა გოგიჟდი წამოდი ერთხელ გთხოვე რაღაცა და შემისული აუ შენ მაინც წამომყავი გთხოვე აუ აი ძალიან მეწყინება და ხმას არ გიყავ ერთხელ მეცეკვე ბოლოს როდის ვიცეკვთ აი ბოლოდ გაიხსნა ჩემოდი წინა ხო არ ვიცეკვთ მართლა? მე ვერ იტყვი. რა მორიდებული ხარდო. მოდი. მოდი. იცი როგორი პირადობა მინდა გქონდეს? აი ორივე ერთად რო ვიყოთ ფოტოში. ასეთ. არა და შეხედავს ბიჭო კაცი ნორმალური ახალგაზრდა ჯანსაღი კაცი ხარ. ასე როგორ უნდა დაეცე ბიჭო რომ ქალს უბრალოდ ყოფილ ცოცხ ფულით ხო? არ მუშაობ ხო? არა. აბა ახლა შენ ბიჭო ცეცხლებს უნდა ყრიდეთ და 10 კაცის ენერგია უნდა გქონდეს სისხლში. ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, ბედი გაინწერე ბიჭო, გააკეთე რა შეიძლება მილიონერი ვერ გახდე და ვერც გახდები. მაგრამ იმდენი მაინც გეხნება რომ სხვისი სახვეწარი არ გაგიხდეს საქმე. მოიცა. აგრესიულს დამებარე. ჭკუა უნდა დამარიგო. ბაბუ, მივხედავ მე ჩემ საქმეს. და მაგას გეუბნები, მე მეც ბიზნეს საქმეს მიხედეთქო და იმ გოგოს დაანებეთ თავი. რა ვალდებულება აქვს ამისანა შენ სინაშე რომ ვერ გადაიხადა შენი ვალი. ყავს იმას თავისი ადამიანი ვერდით. და არა შენი ადგილი. აი ახალგაზრდა კაცი ხარ და მაგისთან ემგენა უარესით დამართნია, მაგრამ მოგვარებადია ყველაფერი. მორჩი? კი, მორჩი ვიზია, მორჩი. კაროჩე. აღარ დამირეკო. და ამ თემაზე ტვინის მოსატყნავად აღარ დამიბარო. და ვაფშე იშენი კობაია მე ყლესე მგედია. გაიგე? გავიგე. ხმარა მოიღო ხოლმე. რიგდა წადი სახლში. აი გნახო. როგორი ლამაზი ხარ დედა. როგორი კეთილი. და როგორი მშვიდი.
როდეში დედა ცოტა დამოგვიანდა ამასლა. ვერ ვახერხებ ამასლას. ვიცი რა გამიგე. მენატრები. ჩადუნელი თუ მოიშორო. იდი დედა. დროზე. შენ ერთ უჩი. ყდარი უნდა იყო. შენ თვითონაც ხო იცი რა უნდა იყო? ვიცი. არ მოგლა რა. მაშინ ეს უბრალოდ იმას გააკეთე. რასაც გეტყვი. აი ამ წუთიდან ჩათვალე რომ აღარ არსებობს. შენი თავის ჩრდილი ხარ. აღარ ხარ რა. თორე ისე გაქრები. საკუთარი საფალავიც არ გიქნება. აი ამიტომ გაძლევ ზუსტად 2 დღეს. ახვალ და ანდრეევიჩის წინააღმდეგ ჩვენებას შეცვლი. აი მე ეკრევე, ხო? და ოჯახთან ერთად ძალიან შორს დახვალ. და იმათ მიხედავ და ჩათვალე რომ აი ეს უზარამაზარი საჩუქარი თოვლის პაპა შენ შვილებს გაუკეთა. რა გარანტია მაქვს მაინც რომ არ მოკლოთ? გარანტია არ გაქვს. სამაგიეროდ გაქვს 2 დღე. ზუსტად 2 დღე. აბადე რა დედა. მითხარი რა რომ აბადე. დედა როგორი ხმარა დედა. ისეთი როგორიც მესმის და საერთოდ სხვანაირი. ძალიან თბილი ხმა ჰქონდა. დინჯად საუბრობდა. მაგრამ ხმაზე უფრო მეტყველი მისი დიდი წყლიანი თვალები იყო. აქ რა გინდა? ხშირად მოვდივარ აქ. როცა რაღაც მიჭირს და სხვებისგან შორს მინდა ყოფნა აქ მოვდივარ ხოლმე. შენს რაღაც გიჭირს და იმიტომ ხარ აქ. გეგა čo დამილაპარაკე რა. დამილაპარაკე. მომეცი უფლება დაგეხმარო.
მომიყევი რომ დედაზე. და შენ ძალიან ძლიერი ხალი იყო. უფრო ძლიერი ვიდრე შენ და ვიდრე მე. ქუჩაში რომ მოდიოდა თითქოს დრო ჩერდებოდა. ყველაფერი დუმდებოდა. ისეთი ლამაზი იყო. სამხაროსაც შორდა მისი სილამაზის. ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ის, რომ ცოცხალი ყოფილიყო. ჩემმა დაბადებამ შეიწირა. არა, გეგა, არა, შენ არაფერს შეუშეხრა.